საქართველოს 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB-ს შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება. ეკონომიკის სამინისტრო 2026 წელს ტურიზმის სექტორში მარკეტინგული კამპანიების კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს. სამინისტროს წარმომადგენლები ამ სექტორში დასაქმებულ ბიზნესმენებს შეხვდნენ და მათ მიმდინარე შედეგების შესახებ, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ გააცნეს ინფორმაცია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაფართოვდება კერძო სექტორის მხარდამჭერი პროგრამები, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მიმდინარე წელიც მთელი რიგი პარამეტრებით არის რეკორდული ტურიზმის ინდუსტრიაში, როგორც შემოსული ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლის მიწურულს ერთის მხრივ შევაჯამოთ ის შედეგები, რომელიც გვაქვს მიმდინარე წლის განმავლობაში, ასევე შევხედოთ იმ ამოცანებს და მიზნებს, რაც ჰქონდა დასახული წლის დასაწყისში და ამავე დროს ვიმჟელოთ 2026 წლის ამოცანებზე, მიმართულებებზე, პრიორიტეტებზე და სწორედ ამ მიზნებს მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუკი ადრე ჩვენ ვითვლიდით ეგრეთ წოდებული ვიზიტორების რაოდენობას, დღეს უკვე გადავერთეთ უკვე ხარისხზე, არა მარტო რაოდენობაზე ტურისტების, არამედ ხარისხზე, რამდენად მხარჯველუნარიანი ტურისტი შემოდის ქვეყანაში და ვნახეთ, რომ რეალურად რეკორდულ $4 მილიარდ გადააჭარბებს 25 წელს უკვე შემოსავლები, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია 26 წლის გეგმები. რას აპირებს ტურიზმის ადმინისტრაცია, იმიტომ რომ ბიზნესს სჭირდება სწორი ხედვა ადმინისტრაციის მხრიდან იმისათვის, რომ მათ თავისი აქტივობა ბიზნეს ოპერაციები განავითარონ.